სალამის უყველას, ალბათ ყველას გსმენიათ გეიჯინის ჩავარდნილ პროექტზე, ილისტედზე, რომელიც იდეაში უნდა ყოფილიყო ჰიტი და გამოვიდა ნაგავი, Battlefield-ის ბიუჯეტური ვერსია. ყოველ შემთხვევაში მე ესე ვფიქრობდი, საკმაოდ ცუდი იყო დასაწყისში, არა. არა, ეს სიტყვები არ ხვდება მას. საზიზღრობა იყო დასაწყისში. ნამდვილად თამაში არ ითამაშებოდა, იყო საშინელება, ვერ გაიგებდი რა ჯანდაბა ხდებოდა, რანაირად რა უნდა გეკეთებინა, მაგრამ საკმაოდ ბევრი აპდეიტი გამოვიდა. ხო, თამაშის გამოსვლა 2 წელი გავიდა და გამოვიდა საკმაოდ ბევრი აპდეიტი, რომელიც ნაწილიც ძალიან კაი იყო, შეცვალეს ყველაფერი, დაამსგავსეს ძალიან ვართანდერს, როგორი უცნაური მოსმენიც უნდა იყოს და თამაში მეკნაკლებად უკვე ითამაშება. პირიქით, კარგიც არის, უნდა ვთქვა, საკმაოდ გასართობი სათამაშოა, არაფერი დიდი. არც გრაფიკა გაგაგიჟებთ, საკმაოდ ცუდი ოპტიმიზაცია აქვს, ხო. მაგრამ ითამაშება რაც თავარია და მეტნაკლებად გასართობიც გახდა. ამიტომაც გავწყვიტე ერთი ხელი მეთამაშე და გადამეღო. ვითამაშებ საბჭოთა კავშირით, იმის მიუხედავად. მადლობა, საჩუქრები არ მინდა. კაი. ვინ ჯანდაბა მისროლა ეხა გრან. არ გინდა იყავი ლამერი გეხვეწები. ჩემსავით ლამერი იყავი გეხვეწები. მოკეთ დიდი ხნიანი წვალების შემდეგ ეს თამაში დაამსგავსეს. საკმაოდ გასართობი გამოვიდა, რომ არ მოგატყუოთ. ყველაზე გასართობი არის ისო პროგრესის ხი აქვს, რომელიც ძალიან სასიამოვნოა, ვისაც მოსწონს ვართანდერი ან ვოლუს ტანკი ძალიან გაუხარდება ამის თამაში. ანუ ეს თეატრები ვისაც ევასება, რომ ანუ ითარებდნენ და საკუთარ შენი ჯანდაბა ამაურთქლა. ანუ ვინცაც მოსწონს ვოლუს ტანკით და ვართანდერის ლოგიკა რომ ავითარებს საკუთარ ტექნიკას ნენელა და ეგრემი ხარ წინ, ძალიან სიამოვნება ეს თამაში, რადგანაც ესე ზუსტად იგივეა. არაფერი ახალი. კაი, რამდენი ხალხი დაბიზნები კიდევ ვერავის ვერ ვარტყავ ჯანდაბა. და მოკლედ, ვისაც ევასება ეს რაღაცები შეუძლია ითამაშოს ტანკით. თვითფრინავებიც არის, საკმაოდ დიდი სამართავია, მაგრამ საკმაოდ სასიამოვნოა თუ კი ვიღაცას აქდებ, მაგრამ 99% არავინ არ თამაშობს თვითფრინავებსაც ძალიან ცუდია. რა თქმა უნდა, ყველაფერი ხდება ერთველზე. შედარებით შეამოკლეს თამაში, აღარ გრძელდება 3 საათი და პროსტ დებილივით არ დარბი ხარ 3 საათის განმავლობაში. ძალიან კარგია, იმიტომ დასწრიში ეგრე იყო და ძალიან ეროი მეშლებოდა მაგაზე, არაფერი არ ხდებოდა, პროსტა წადი აქ ეგ იყო და 3 საათი უნდა და 1 პუნქტის აღებას, ეხა ეგეთი აღარაა. უფრო აჩქარეს თამაში და რა ჯანდაბა ხდება, ვერაფერს ვერ ხედავ. საკმაოდ მრავალფეროვანია თამაში, საკმაოდ ბევრი კლასია. ეხლა თავარი ობიექტივი რა არის? აი ეს რაღაც დებილოები უნდა ავიღოთ, მაგრამ შედარებით მრავალფეროვანია ვართანდერზე. მარტო ერთი ობიექტივი არ გაქვს, არის ბომბების დადება, ხო, რაღაცა თამაში მახსენდება ბომბების დადებაზე, ხო? არის კიდევ რაღაც ის პუნქტი ხან შენიღებ ხან ის მაგას ვერ აღწერ, ვერზმე ვერ გავიგე რა ჯანდაბას აკეთებ. და მატარებლის მიყვანის რაღაც პუნქტიც არის და რაღაცებია, ბევრი რაღაცაა საკმაოდ. რო არ მოვიტყუო, საკმაოდ ბევრი იფიქრეს. რომელიღაცა თამაშისგან განსხვავებით, რომელშიც მხოლოდ ერთი ობიექტივი არსებობს. ხო. ეს ნახე. ოპ, დაიჭირე. ძალიან სიამოვნებს რომ ამას უკეთებ. არ ვიცი რატო. კაი. აბა ვერ ვარტყო შორს და. კაი, მეტი არაფერი, ახლა აქ არავინ აღარ არის. ჩემიანი ყოფილა უკაცრავად. გაგიulis ტრაქშიო ის არის და გარჭე. ტყუია. ეგ არაფერი ქორწინამდე გაგიulis. სორი ხავს უკვე. ესა დაგვიმართა. კაი, წამბაწვინეს ძირს. დროზე. კაი. არ ვიცი რატომ უნდა ან ბენდეჟი რას გშველის, ან რატომ უნდა 3 საათი მაგას, მაგრამ კაი ჯანდაბას. გამაგებინე ბენდეჟი რას გშველის. მოგხვდა დაგაცალაზედის პულიმიოტი და რა არის? საცერს გავხარ. გადაიკრავ იმას აქვია, ტილოს და კარგად დავარ, მორჩა. კარგად დავარ, არაფერი არ მტკივა, იმე. სერიოზულად მეგობარო, სერიოზულად. ტანკი არა, ტანკი არ გვინდა. მე აქ მოვედი და ეს არ დამედგია. კაი, არაფერი. მოვიწყდება რა კლასს ვიღებ ხო? სერიოზულად. კაია, მარტო მე არ ვარ ლამერი და რა ქვია, ბრმა. მოდი. კამფეტები მაქვს შენთვის, კამფეტები, მოდი აქა. ხმამეს მისო ისურიან და ჩემი მას
what the fuck? კაი, მე ძალიან კაი ლაგერია. ნო სკოპი არ გამოვიდა. ოპ, დაიჭიეს. გამოდება, მაგით მაგარი ხარ. გამოდი. ეგარი. ფეხის თითში გავარტყი და მოკვდა, მაგარია. ანუ იკითხავ თამაშის ლოგიკას. ფეხის თითში გარტყვით კვდება, დიახ, თქვენთვის ყველაზე საინტერესო ორგანო ფეხის თითია. კაი იყო მე სიამოვნა. აბა ხა დადეკით ხოლმე ეგრე. აჰა, კი, ეს ძალიან ჭკვიანი ყავს. გარეთ გავარდა, საათ წრებით არის გატენილი. აუ, როგორ სიამოვნებს აი ეს შორი და როესტური. მოკეთ, თამაში გასართობი გახადეს ძალიან. და ხო, ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ War Thunder-ს ძალიან მოკლა მოთამაშეები, ვინც War Thunder-ს თამაშობს და ნუ დიდად თვით ამ თამაშზე გადმოპორტირება მოგიწევთ. დიდი განსხვავება არ აქვს, მექანიკა 99% იგივეა, უბრალოდ უფრო რასასიამოვნო ის არაფია. უფრო საიზღარია ტანკით გამოყენება, მეტი არაფერი, მაგრამ დამუღებება უნდა და მალევე მიხვდებით როგორია. დავსპავნე ტანკით, ხო, ტანკი. ეს ტანკი ძალიან ვეიზღება და War Thunder-ში, მაგრამ აქ ძალიან OP-ია. და მალე მიხვდებით რას გულისხმობ OP-ში. ნუ მოგეთ ორი ტიპის ჭურები გვაქვს, ტანკსაწინააღმდეგო და ხარხსაწინააღმდეგო და აქ მართლა მუშაობს ეს ჭურები War Thunder-ისგან განსხვავებით. თან მუშაობს 100%-იანი სიზუსტით, ძალიან მაგარი რაღაცეებია, ნუ ტანკზე კიდე არ მუშაობს, იმიტომ პატარალა გვაქვს, მაგრამ შევხვდება ტანკები, რომლებზეც ეს უბრალოდ კატასტროფულად გამოყენებადია, კატასტროფულად ძლიერია და მოწინააღმდეგე სისხლს გაუშრობთ. ეგეთი ტანკები ჯერ არ ყავს. იაპონიაში ყავს ერთი, მაგრამ იაპონია კარტოფილია და მაგიტომაც გამოდი. ოპ. აი რას გულისხმობ. ძალიან კაია, ძალიან სასიამოვნოა. ეხლა მოტანჯოს კარგად უყურებ. ბიჭებო. ეს ერთი კაცი იყო მარტო. ხო, იმის გუნდი თლიან დამოვწყვიტა როგორც ჩანს. რაღაც ვერავის ვერ ხედავ დარბოდეს წინ და უკან. არვად უკვე შემდეგ ობიექტივზე გადავიდნენ. ხო, მაგრამ ტანკების საფეთქებაც არ არის ძნელი. მithumetes თუ კი ტანკსაწინააღმდეგოს ხვადი ყავს და ის ტანკია თუ აფეთქებულია თუ რა ჯერდება. ვიღაცა მესვრის. და ვერ ვიგებ ვინ მესვრის. გამოყავი თავი. ოჰო, ორი კაცი მყავს მარტო, ამიტომაც თათხედნა იყო. საიდან ესვრია, შეიძლება გავიგო. არა, პროსტა მაინტერესებს, მეტი არაფერი, კი არ ვაპირებ რომ ესრულო. ეს ნახე რა თქეშია. ამას მართლა ეგონა რომ ეგ გამოვიდოდა. კაი, ესავა ცდილთან ძალიან მაგრამ. ეი, ბომბი მესროლა და იქ ტანკია. იქ ტანკია და ესენი ძალიან მაყრიან. ძალიან მაყრიან, უკანვა გავიდეთ, უკან. შენ რა გონია რასაკეთებ? ანიმეის რასაკეთებს რა გონია? მიდი, ჩამეხუტე, კი. ბრო, სერიოზულად. ვა, ის ტანკია, კაი კაცო, ხო არ მატყუებ. 1 საათი ხო არ არის რაც ვესვრი უკვე. მადლობა, ჩემი მტრები იდიოტები არიან. კაი. მამ ცუდია რომ ჩემი ტანკის დებილობაა. მან დავარ ზუსტად გამარტყი. მე ზუსტად გაგარტყი. მაგის კრიუს საკმაოდ დაერხა, მაგრამ ეგ არაფერი კრივ აღარ დაგჭირდება, რადგან ტანკიც აღარ აქვს. დაემშვიდობეთ თქვენს ტანკებს. აუ როგორ ვიყავს ეს ტანკი? ეს რა ზოგადად ტანკი? თავარია ძალიან გავიარეს. აუ რა კაია. არა, კაი სათამაშოა ძალიან. ყოველ შემთხვევაში იმას ჯობნის რაც იყო. უცხოეთში საკმაოდ მოიპოვა უკვე პოპულარობა, სიმართლე ვთქვათ. საკმაოდ ბევრი ადამიანი თამაშობს. აღარ უჭირს ძალიან მატჩების პოვნა ყოველ შემთხვევაში. Mar Thunder-ზე მეტი ადამიანი უკვე თამაშობს. და ამოყავი თავი თუ შეიძლება, headshot-ი როგორ გაგარტყათ თავის ამოყოფის garaშე, გამაგებინეთ. კაი, აქეთკენ უნდა იყვნენ წესით ბევრნი. ერთად რო იყვნენ შეკრებილები ძალიან კაი იქნება. მაგრამ აი ბომბი. უკვე ისე დავამოღამე ამ ბომბებს, ოდის მესვრიან. სერიოზულად? სად არის აბა? აღარ არიან. ჯანდაბა, როგორც ჩანს ტანკი დასპაუნდა. მაინტერესებს ამომკლა და საიდან.
ვერ ხედავ. კაი, ჯანდაბას. შოტგანი ახალი აღებული მაგ და მინდა გავტესტო. Sorry. ვიღადავით ბოლტებია გადაჭერილი უკან. კაი რა. ძააჯდება საბჭოთა ებაში, მაგრამ კაი რა. გასაგებია რომ ვიზუალიზი მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ ცოტათი კარგად მაიცხოვრა გამოიყურებოდეს. თლად ეგრეც არ შეიძლება. რაც ბოლტებზე გადაჭერილი რაღაც დებილობით ვისროდეთ. თქვენად ეკით აქ. AI სუფთა იდიოტია. მეტი არაფერი, იდიოტების გროვა AI. ვერანაირ იმედებს ამაზე ვერ დაამყარებთ. ერთ-ერთი რაც შეუძლიათ არის რომ თავი მოიკლა, მეტი არაფერი. უიმე ტანკი, ჯანდაბას. შეგვიძლია დავიუწყოთ ჩვენი ჩარაქტერი. დავინახეთ ტანკი. და იქ გამტროპა. ესეთი არაფერი. აბა ეხა ტანკი. შენი რატოღაც გაიბაგა. ეს ჩემი ბრალი არისო. გავიბაგე. ბაგები ბევრი აქ ამთავრ. ის ნახე იქ დღეშია. ხო, რა ქვია, რეკოილი 100%. კაი, არ გვინდა. რა თქმა უნდა, გერმანელებს ჩემზე კაი იარაღები აქვს და ყველაფერი ჩემზე კაი აქვს. და ვაფშე ყველაფერი ჩემზე კაი აქვს. მეტი რა გაგინდა თქვა, ყველაფერი ჩემზე კარგი აქვს. რაღაცა ბოლტ გადაჭერილი იარაღი დავრბივარ, მეტი რა გინდათ გითხრათ, ჩემზე კაი აქვს, აბა. როგორც მინიმუმ ვიზუალურად კაი აქვს. კაი. ზევით გვიხატია როგორც ხედავთ, რამდენი ადამიანი დაგვრჩა, რამდენი ობიექტივია ასაღები. მორჩა მეტი არაფერი. და რას ხდება? არაფერს. დავაი ავაშიოთ ეს. არ ვიცი ჩემიანი ანტიაირკრაფტი, ჩემიანი თვითმფრინავი ბომბავს თუ მოწინააღმდეგის, მაგრამ იმის გამო რა შემიძლია დავსპაუნდედი ავთო ჩემიანი ბომბავს. ამიტომაც ანტიაირკრაფტის აშენებას აზრი არ აქვს. ხო, ჩემიანი ბომბავს. და რა ხდება? საწავიდნენ. აქ სულ ჩემიანები არიან. აუ, როგორ დაადგა თავზე. მოკვდი. ჯანდაბა. საიდან იყო ეხლა? ჯანდაბა არა უშო, ჩემი თვალები არ მუშაობს, არა საჭირო. თვალები რა საჭიროა? თვალები ხო წუსტებისთვის არის. ავიდეთ ზევით. ესე ნახე ეხლა დღეში არიან. ჰოპ, დაიჭირე. იმედია მოხვდა. არ მოხვდა. ჯანდაბა. ყურად მოკვდი. ესე იგი. შენი რა იყო, რა ხდება? გასაგებია თვითმფრინავია. ეს თვითმფრინავი ყოფილა. გასრავად. შენი ჯანდაბა, შანსი არა გვაქვს. იქე მივუახლოვდი და მე ბომბი შევაგდო. შანსი არ არის. ეს ცოცხალია კიდე? What the fuck? მეგობარ უნდა ისწავლო როგორ მოკვდე. კი, ისწავლა. კაი, დროა თვითმფრინავი გავტესტოთ. კაი, ესე ჩვენი თვითმფრინავი. არ შეგვიძლია გადავიდეთ მეორე პერსონში, როგორც ტანკში. პროდ ესე დავფროთ. პილოტი ვართ რა, მეტი არაფერი. და მოდი. კი, ბომბები გვაქვს. ვერ წარმოვიდგეთ, მაგრამ გვაქვს. და ვიღაც მოვკალი. ვერც ამას ვერ წარმოვიდგენდი. კაი, სად იყო ხა ის დამპაი თვითმფრინავი? ვერ ხედავ. კაი. ეხა მინდა ის ვიპოვო მოწინააღმდეგის თვითმფრინავი, სადაც დაფრინავდა, იმედი უკვე არ დამადგება, მაგრამ ორ პროლერიანი იყო. მე მგონი BF იყო და მარტივად შეძლებ მაგის პანდაჯნომას. აგე მე მგონი აი ვიპოვე. არა BF არ არის. ის არის გერმანული კაი თვითმფრინავი რომ არიან. არ ვიცი რამდენად ვაჯობებ. ჯობნი. კაი. და ფრთარა, კაი მეგობარო, კაი. ზემეც თუ მოინდომებ. ვაუ, არ დაეჯახე, მეღადავები? ხოჩა? არ დამამვიწყდეს რომ ერთი ყუიამქოვი ცოტა მაქვს. ნახვამდის. რატო დარჩა ადამიანი ჰაერში? კაი რა. ახლა ხავს კიდევ ბაგი აღარ აქვს მეთქი. ჯანდაბას. კაი, ახალი ობიექტივი გვაქვს. რომელიც ის არის. ხო, შანსი არ არის მან დრო თვითმფრინავი გამოვიყენო, ამიტომაც ჰოპ. კარგად ჩემო თვითმფრინავო, ბაზაზე დამელოდე. ხო, გამახსენდა. შანსი არ არის ამან რომ ესო დაჯდეს. კაი, წავედით. წყანარა ჩემთვის დავფრინავ, პარაშუტით ვერთობი.
ხო, და ეს ხდება, როდესაც ზონიდან გადიხართ, თამაში ავტომატურად გაბრუნებთ. და პარიმ ობიექტივი მაქვს, რანია დამაკლა სიაცხლე. ტყვია არ მომხვედრია. ისა მე გადავედი. ჩემიაში ვერ ვატარებ, ხო? კაი, გაატენი. 3 საათი უნდა ისა პისტოლის გაატევას და კატასტროფულად არაზუსტია. ესე. ეს როგორ ესე დამჯერე. მოკლეს ის. ჯანდაბას. არა ადამიანად არაზუსტია, მაგრამ მე რა თქმა უნდა. ჩამარტყა. კაი, არ ვიცი ასა რას მოველოდი, რა თქმა უნდა ჩამარტყავ და რა ხდება იქით? იქით რა ჯანდაბა ხდება. და ეს არის ჩვეულის კოდი ვარ რა და ტანკს წინამდე გვახსოვს რა ურჩიე. კაი ჯანდაბას. ტანკი ყავს ერთი, იმათ არაფერი. ის მაგარი ტანკია, ეს ტანკის აყვანა მინდა. ჰაი ექსპლოსივებს ისვრის, რაც ძალიან ეფექტურია დამჯერეთ. ჯანდაბა რა. ვინ საიდან ისვრის? რა ვიცი. ბრაუდ არ ვიცი. ადი. ახლა გადავცვლი ამაზე. რატო ვცვლი ამაზე? იმიტომ რომ ამას აქვს დიდი ბომბი და მიყვარს დიდი ბომბები. და გავიაროთ, იმიტომ ეს ტანკებზე ძალიან ეფექტურია რა. ტანკს თუ გაარტყი, ტანკი გაქრება. რა გინდა ტუალეტში? ტუალეტში რა გინდა? ომია. მოითმინეთ ცოტა ხანი. ვერ გავიგე ის ტანკს ესვრის თუ რას აკეთებს. ის ნახე რა დღეშია. ვერ გავარტყი. 9-ჯერ ვესვი და ვერ გავარტყი. და ზევით არის ვიღაც. მოდი ბომბი გამოვიყენოთ. დაიჭირებ. ვერ გავარტყი ვერც ეს. Never mind. ყველა აქ არის ხო? ახლა გამახსენდა. ის მივეც მითითება რომ აკოფილიყვნენ. და რა ხდება რა? ტანკი იყო იქ. მეგობრებო რომ წამიყვანე? ჯანაბა. ოკეი. და ხო, მაიმუნო, მეტი არაფერი. ამათ აქ წვეულება რატო აქვთ? მე არ ვიყავ დაპატიჟებული როგორც ჩანს. დაიჭი. გადაობ ესეთი ბუმები რომ არიან. ეს სერიოზულად გაჩერდი. მეც კაიბრმა ვარ ხო იცით. წავა ტანკით ისევ. What the fuck პირველზე ვიცი რა გაამწარა. და ყველაზე გადავა მე მეორეზე ვარ. კაია. ტანკის ჭუები ამჭირდება არაფერში. მჭირდება თურმე. ტანკია იქით. და რა კაი ამაზე კაი ტანკი გყავს. რაღაც დადებითი ხდება. ვიღაც რამ ხილა ბიარში ჩავარდნო, ეხა დავმოყამე. გასაგებია ატომიური ან ზედ. ტინები ილებით დაფრინავენ. და მეტი პირველ ბიარზე ვარ ჯერ. კაი ჯანმრთელს ეს ჭურები უარგისია, useless-ია. თუკი არავინ არ გამარტყავს და ისე მივახტე იმ ტანკამდე იქნება თუ რაღაც ტაიგერი არ დამხვდა ეხლა. და ვიღაცა ჩემზე უარეს მდგომარეობაშია, იმიტომ რომ რაღაც ჩიტი ყავს. გავიჭედი. ამ თამაში მეზღება ეს. ეს მეზიზღება თუ მეზიზღება. იჭედები ყველგან. ყველაფერში იჭედები. არა უშავს მეგობრო რომ არაფერი პირადული უბრალოდ გააჩერე შენულა. Never mind. ნუ მოკლედ ტანკზე შურისძიება 2.0 შურისძიება რა ის ტანკი არაფერში არ არის, მაგრამ მე მინდა პროსტა რომ მოვკლა. shit, რამდენები არიან შეხეთ. აღარ არიან. თავარი ობიექტივი აბიზაღება არა, ტანკი მინდა მოვკლა. ბოროტი ვარ, რა ვქნა. ის ნახე, იქ ნახე. რა იყო მეგობარო, ჭკვიანი ხარ? იმე ჭკვიანი ხარ? ესაც ოდავია ოფეთქოთ. What the fuck არ მოკვდა? რისგან ხარ დამზადებული? შეიძლება ვიკითხო.
კაი, როგორც ჩანს აღარა ფრის გარადიხანს მოკვდი. ტანკის აფეთქე ამოკლა. ოპ, დავკეთოთ კარები, შეგვცივდება, არ მიყვარს კვაზნიაკი. შენ ჩემი ხარ. და ობიექტივი რა თქმა უნდა, მე თუ არ მივედიო ისინი ობიექტივს ვერ აიღებენ. ჩავხდეთ. ვიღაცა, იცით რომ ვიღაცა არის. როგორ გაგარტყი? გაკაცრა და უკულად ჩამითვალა. მადლობა თამაშობ, დღეს კეთილი ხარ ჩემდამი. შიტ. ხახობ თხიად იყავი, ტრაქში ტყვია მოგხვდათ ეგრევე მოგდებით. გაიჯინის ლოგიკა. შევა ეჩოს გადაურჩეთ, მაგრამ ტრაქში თუ მოგხვდათ მურჩა, ყველაფერი დამთავრდა. თქვენს დღეს აზრი აღარა აქვს. აბა რაღა აზრი აქვს. აუ, ყველა წამოვაწუნე იმენა. და ბომბა მოკლა, ყველას გადავეგა. ოპ. კაი, სულ საკმაოდ დიდი აქვს თქვენს იარაღს დემეიჯი, ეგრევე ერთ შუტში, one shot-ში მოკლავს, მაგრამ როგორც ჩემს იარაღს ნაგავი დემეიჯი აქვს, რადგანაც საკმაოდ ძველი იარაღებია. მოდი რაღაცას ვიზავ. ოპ. აჰა. რაღაცა ვქენი. და არა ვერაფერი ვერ ვქენი. უფრო სწორედ. აუ, კაი რა. მაინც და მაინც ახლა დასპაუნდა ტანკი და მე კიდე მომკლეს. ეს არ მიგულისხმია. აი ეს რას უნდა გავარტყა. ოპ, ჩავხდეთ. never mind. მე მგონი რა ცოტა ახლოს აშენება ცუდი არ იქნებოდა. ხო, ჯანდაბაში ვარ დავსპაუნდეთ. და ბო, მე ძალიან გადათამაშე სხვა შორის. ავიღე 4500. ოკეი. როგორც ეს რაღაც ახალს გავხსნი. და ხო, კიდე ერთი რაღაცა შეგვიძლია აქ. რაღაც კაი, ოკეი, ნამდვილად გავარტყავ, არ ვიცი. მაგრამ მოდი ამას აქ ავაშენებ. და არ ვიცი ამათ როგორ უნდა უთხრა, რომ ამათ მააშინონ. რომ მე არ უწვალო აბდი ხანი. ამიტომაც მე ვაშენებ გაიჯადებას. დავჯდეთ და დაველოდოთ ტანკი როდის მოვა. არ ისე ვიაროთ კუსავით. I love this. და ტანკი სად არის? ტანკი საწავიდა, მონიშნეთ ტანკი. აგი ტანკი დავინახე. დროზე. წესიურად დაჯექ. ეხა ამას ვერ შემოღიალებს ამ ის კონკლოს კაი. კაი, never mind, დაიკიდეთ. ცოტა ხნის წინ ეს ტანკი აფეთქდა. რაღაც რატო ვღაც ფიქრობ, რომ რაღაც კაი არ ხდება აქ და ბიჭებო, აბა იქნებ მიხედოთ. ბავნახოთ. გავჩერდეთ 3 საათის შემდეგ. ხო, სტაბილიზაცია დაუმატეთ ამ ტანკს. გიხვეწებით. სამაგეოდ გადააუბრო პანზერებს, მოსწავედ ეგრე მარტივად აფეთქებს. რაღაც ჯანდაბა კუკურუზნიკი ვარ და პანზერებს სისხლს უშრობთ და ისინი ვერ მხრიტავენ. I love this magic. მაგრამ დარწმუნებული პანზერებზე გადავართ, შემიზღება ეს ლოგიკა. Yeah, my friend. You never do this. არც კი უფიქრია. კაი. იმედი აქ ტანკი არ დასპაუნდებით. პირდაპირ მაგაც წინ დგავარ, მაგრამ ბიჭებო, იქნებ ცოტა შეუტიოთ, ცუდი არ არის, ხო? ისევ გავიჭედე. ჩემიანებს გადავუარე. უპს მეგობრებო. გაგივლით, დამიჯერეთ. ხო, ეგ ძალიან მაგარი მოსება ჩემიანებს უგული. კაი, სად არიან ახლა? თქვენთვის ახალი ამბავი მაქვს. შეგიძლიათ მოკვდეთ. What the fuck? თავი ძალიან ნატრიალებს, თავი კატასტროფულად ნატრიალებს. რატომღაც ის არ ყვდება? რისგან ხარ დამზადებული, მეგობარო? What the fuck? რისგან ხარ დამზადებული? აქეთ ნახეთ რა ამბავი აქვს. ტიები წინდაგან დახტია. ჩემი ყოფილი მოკაცრავად. Sorry. Okay, ტანკი თუ არ გამოდის, ბოლტებით ვწდი. Yep,
ნუ რა უნდა მეყოს ეს ბოლტები არ არის. ჩანტავს. ეს არის სიამოვნებოდათ. ჩანდავს, ავიღებ ისო ბოლტებს და გადავუხტები. იმიტომ აქედან შანსი არ არის რომ მე გავარტყა. უიმე რა ეთკინა. ფეხი მოიტეხა თვითონ ფაქტობრივად. უნდა მივუახლოვდე, სხვანაირად შანსი არ მაქვს. მიდი ცოტა ახლოს კიდე, ცოტა კიდე ახლოს. ეს გავარტყი აბა. აჰა, ეგრე. ბოლტის ძალა იგემე. ზამოსთან ვაჭრებს ვიცი, დაიჭირე. ახლოს ძალიან ძლიერია, მაგრამ შორს მაგარინა გავია. ოპ. ტიმა დამჩარჯა დაჟე. მოვიგეთ. ალილუია. ნუ მოკლედ ალბათ პირიქით ვაკეთე, მაგრამ ჯერ ეს უნდა მეჩვენებინა. თამაში არის 4 ნაცია, საბჭოთა კავშირი. შენ არ გახარ შენ არ გახარ რომელიმე საბჭოთა კავშირის წევრ ქვეყნის წარმომადგენელს. უფრო რომელიღაცა პლანეტაზე ჩამოხვედი. მოკლედ მეორე არის ამერიკა, მოკავშირეები უფრო სწორედ. ხო. ძირითადად ამ ქვეყნის თავარი პლუსი პაციფიკ კამპეინია. მესამე არის გერმანია, რომელიც ალბათ ხედავთ როგორ მაგნა თამაშები და ალბათ ხვდებით აქ გადმუშაობს თამაში, რადგანაც ხო 3 წელი ჭირდება რომ ჩაიტვირთოს. ხო. რომელიც მართლა 3 წელი უნდა. ნუ მოკლედ ამერიკა არის ბრიტანეთი პლუს ამერიკა, ხო? გერმანია არის იტალია პლუს გერმანია. ხო, ალბათ ხვდებით, ტანკზეც მივხვდებით, რომელი ქვეყნის ნაშრომია ეს. და იაპონია არის იაპონია. ხო. და ყველაზე სუსტი ნაცია ალბათ ამაში, მაგრამ ყველაზე მეტი აბაძე მაგ თამაშები. იმიტომ რომ ყავს მეორე დონის ტანკი და მეორე დონის თავი თვითმფრინავი, რომელიც არის საკმაოდ იუსლესი ჩვენ შედარჩეს, ნაგავია იაპონიის ავიაცია ამ თამაში რატომღაც. და გვაქვს რამდენიმე კლასის რესერჩი, გვაქვს ჩვეულებრივად ეს იარაღები და სხვა კლასები, მაგალითად ინჟინერი, ის რო იძახებენ რადიოთი, კომუნიკაციაზე რაღაცა, არ ვიცი რა ქვიათ. სკვადის აღავტავკითო გაიქნება. 213 სკვადი, მაის. გვაქვს ესეთი ავტომატური იარაღები და შოტგანია ეს ბოლტის იარაღი, რომლებიც საკმაოდ ოვერპაუერედები არიან საბჭოთა კავშირში. საკმაოდ ძლიერები. გვაქვს მეორე ტანკსაწინააღმდეგოები და რაღაც ეგეთი რაღაცები. ეს არის სპაუნი, ძალიან მაგარი რაღაცა არის. ყოველთვის უნდა იყოთ. და ეს არის ცეცხლსასროლი. ცეცხლსაფქოი, მაგრამ ხისგან არის დამზადებული. მე მგონი არის გონიოსური იდეა არის ეს. ხო, საბჭოთა კავშირი. ხო და იგივე არის მე გვიან, მაგრამ ესეც ხისგან არის. What the fuck? ვაფშე არ იწვის მოხე, არა. ნუ ხო, გვაქვს პულიმეტები და თამაში ძალიან მაგარი გურთება, რომლებიც დასწრი საკმაოდ იუსლესები არიან, მაგრამ მე ძალიან მაგრები ხდებიან, ალბათ ყველამ ვიცით ეს იარაღი. თუ ის არის, არა ის არ არის. არა, ის არ არის, ეს ბანზი რაღაცა. აი ეს იარაღი ყველამ ვიცით, ეს არ ვიცი. და მოკლედ მე გვაქვს ნუ ტანკსაწინააღმდეგო დეტაცები, ესეთი რაკეტები, რომელიც უეჭველი გერმანიისგან გამოპარული. მეტი არაფერი. გვაქვს ტანკები, ჩემი საყვარელი და ავიღე ეს ტანკი როგორც თქვი, მე ეს არის, იგივენაირად როგორც War Thunder-შია, copy paste-ია, T-34 და ჩემი საყვარელი T-34 47, 53 წლის გიждები ამ ტანკზე და ყველაზე overpowered ტანკები KV-1-ები. უბრალოდ KV-1 საინტერესოა, ამას ავიღებ ყველა ვარიანტში. და გვაქვს ავიაცია, ეს დეაცები, შიტია, მაგრამ მაინც წავარა. და ჯეტებიც ყავს ბოლოში და ეს კალაშნიკოვია უეჭველი. ნუ ხო, და ბოლოში გვაქვს პრემიუმ რაღაცეები, ეს საინტერესო იქნებოდა, მაგრამ ნუ ხო. გვაქვს ეს დეაცები, რა განსხვავება ამასა და ამას შორის, ნუ იკითხო, და ფუქს სკეილულა აქვს მეტი არაფერი. ნუ ამერიკაშიც იგივენაირად, თუმცა ავიაცია overpowered-ი გვაქვს. საკმაოდ ძლიერი რაღაცეებია, ნუ გერმანიაშიც, ნუ ტანკები ყავს ძალიან overpowered-ი გერმანიაში. რადგანაც ყავს Tiger H ხო ბოლოში. მიდი დაებრძოლი ამას. ნუ დაარჩენები, ყველაფერი მსგავსია, იარაღები ცოტა უკეთესი აქვს, მაგრამ ნუ მეორედან მე მგონი საბჭოთა კავშირი კაჯობნის, ნუ ავიაციაც, ნუ თანაბრად აქვს. და გვაქვს იაპონია, რომელიც არის ყველაზე
გაჭირვებული, ყველაზე ცოტაც აქვს. useless ეს კიდე კაია. 100% useless თლიანი ხე ავიაციის. საჩინერებაა ხო მართლა ძალიან თვითმყოფები გვაქვს. თან ამერიკას ვებდი და ამერიკას ჯერში ჯაშნური თვითმფრინავები ყავს და ამიტომაც შეით. მაგარი ტანკსაწინააღმდეგოები გვაქვს ძალიან ოპია. ეს თვითმფრინავები ძალიან კაი აქვს იაპონიას, ამის შემდეგ ეს უკვე კაები აქვს და ეს თვითმფრინავები ძალიან მაგარი აქვს. ტანკები საშინელებაა და ავიაცია და ეს იარაღებიც წავარა არის რა, ძალიან მაგარი არ არის. მოკლედ, თამაში არ არის ცუდი. საკმაოდ გააუმჯობესეს, გასართობი გახადეს. მე ჩავისვა ეს ტანკი. რომელია? ეს T26. ეს მინდა ტანკებს ააპგრეიდებ კიდევაც. T26 ჩაის. დაჟე ეს სკვადი არ არის. ნახეთ, T26-ისთვის სხვა სკვადი გვინდა. და ეს არის სკვადები. ჩავისვათ. სხვა ბრიგადაა ეს ვაფშე. და რომელსაც გაცებით კაი ტანკები ყავს, ამ ბრიგადას ეხა წვდომა აქვს AM-ებზე, რა თქმა უნდა გაცები ჯომრის ჩემსას. და კიდე რა, თვითმფრინავი მინდა შევცვალო, ეს თვითმფრინავი ყავს ეხლა, მაგრამ ეს ჯობნის. ბრიტანეთისგან აყიდით თვითმფრინავია როგორც ხდები. კაი, მოდი ამ ვიდეოს აქ დავამთავრებ. დაწერეთ რას ფიქრობთ ამ თამაშზე. ისეთივე საშინელებაა როგორიც იყო თუ გააუმჯობესეს, როგორ მოგეწონათ. მოკლედ შევხვდებით რამე სხვით, ან ვეცდები ვითამაშო არკის ონლაინია რამე ეგეთი, რამე გასართობი. თქვენ კიდე არ დაგაკეთეთ არხის გამოწერა და ლაიქება და კომენტარება და დაწერეთ კიდე რა თამაში გადავიღო, რა გინდათ. შეიძლება ბანელორდი ვითამაშო მონღოლებით, არამე ეგეთით, ან ასერაით ისე ვიდეო დამივახსება ასერაი. კაი მაშ, მაგ დავამთავრებ. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. აბა, კარგი.